მოგესალმებით. განვიხილავთ დღეს მე-16 არგუმენტს fermata e sosta dei veicoli. Arresto fermata e sosta dei veicoli. Definizioni di arresto, fermata e sosta. რა არის arresto? Arresto არის, როდესაც დროებით გავჩერდით, ველოდებით სემაფორს, რომელიც არის წითელის გამო გავჩერდით და ველოდებით, როდის გახდება მწვანე. როდის აინთება მწვანე შუქნიშანი. Fermata არის brevissima durante შეჩერება, როდესაც მგზავრი ან უნდა ჩამოვსვათ, ან უნდა ჩაჯდეს. Per far scendere un passeggeri. Salire o scendere un passeggero. Sosta არის ორი სახის. პირველი sosta არის dobbiamo spegnere il motore, chiudere l'auto e andare via. გამოვსავთ მოტორს, მოვიყვანთ მანქანას ისე, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე არ დაიძრას და ვტოვებთ მანქანას. ხოლო შემდეგი მეორე sosta არის sosta di emergenza, როდესაც fermarsi perché è rotto il veicolo. Oppure malessere, sono in malessere. Gappucida mancana da გავჩერდი ამის გამო, ან ძღოლი, ან მგზავრი არის ცუდად. Arresto, წითელი შუქნიშანია და გავჩერდი და ველოდები, როდის აინთება მწვანე. Fermata, გზავრის ჩამოსვლით ან ჩაჯდომით და ველოდებით. Brevissima durante არის შეჩერება. Sosta dei veicoli, ანუ გავჩერდით, დავაპარკინგეთ მანქანა და ჩვენ წავედით და sosta di emergenza ეს არის როდესაც ჩვენ მანქანა გამოგვივიდა მწყობრიდან, ან გზავრი არის ცუდად, ან ჩვენ თვითონ ვართ ცუდად. Comportamento in caso di fermata. როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა fermatas დროს? ისე უნდა გავაჩეროთ fermatაზე, ისე უნდა გავაჩეროთ მანქანა, რომ არ გავაკეთოთ non dobbiamo fare ostacoli o il traffico. არ უნდა შევქმნათ დაბრკოლება, წინაღობა არ უნდა შევქმნათ ჩვენს უკან მომავალ მანქანას და უნდა ვიფრთხილოთ და გადავიდეთ მარჯვნივ და ისე შევაჩეროთ. თუ არის marciapiedi non rialzata, ანუ marciapiedi, რომელიც არ არის ამაღლებული, dobbiamo lasciare spazio di 1 metro. უნდა დავტოვოთ 1 მეტრი spazio. Fuori uscita deve mettere il veicolo fuori della carreggiata. Ქალაქარეთ მანქანა უნდა დავაყენოთ კარეჯატის სავალი ნაწილის გარეთ. Davanti passi carabili, fermata დაშვებულია. Davanti al cassoneti, fermata დაშვებულია. Fermata დაშვებულია marcvena destrose o sinistro per un salire o scendere passeggeri. Tu არის strada senza un senso unico, dove c'è il mercato o il carico merci. აქაც შეჩერება, მანქანის შეჩერება დაშვებულია. Comportamenti in caso di sosta. Dobbiamo spegnere il motore, tirare il freno a mano, mettere la prima o la retromarcia. Se siamo in discesa, il ruote verso, dobbiamo drizzare, girare verso marciapiedi. Quando si fa una sosta,
non si deve ostacolare il traffico, se non ci sono mettere il veicolo fuori della carreggiata, თუ კარჯატის გარეთ თუ ვერ გადავკვყავს, მანქანა აუცილებლად უნდა ვიცინო მარჯინე დესტრისკენ უნდა გადავიყვანოთ აუცილებლად მანქანა და უნდა დაუტოვოთ სპაციო 1 მეტრი პედონებს თუ არ არის მარჩაპიედი პარკეჯოს დროს უნდა დავაპარკინგოთ ისე რომ არ შეუშალოთ სხვა მანქანის ხელი sosta nel centro abitati più vicino possibile marginale della destra tu არის მარჩაპიედი რეალცადა ძალიან ახლოს იმ მარჩაპიედთან უნდა იყოს ახლოს დაპარკინგებული თუ არ არის რეალცადო იმ შემთხვევაში სპაციო უნდა იყოს 1 მეტრი სოსტის დროს და სამხრეთ მოძრაობაზე მარცხენა მხარეს სოსტა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ შუაში იქნება არანაკლებ 3 მეტრი დაშორებული რომ ერთმა ხილა ვეიკოლომ გაიაროს Bisogna parcheggiare bene e con cura. Ისე უნდა დავაპარკინგოთ მანქანა, რომ სხვას არ შეუშალოთ ხელი. თუ პარკირება არის დისკო ორარიოთი, მაშინ უნდა მოვნიშნოთ მისვლის დიარივოს ორარიო და თუ არა გვაქვს ჩვენ დისკო ორარიო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ფურცელზეც დავწეროთ ეს მისვლის თარიღი და დრო და დავდოთ თვალსაჩინო ადგილზე. თუ არის პარკიმეტროს ადგილი, ანუ ფასიანი პარკირება თუ არის, ამ შემთხვევაში ვიღებთ პარკიმეტროდან ბილეთს, ტალიანდოს და ვდებთ თვალსაჩინო ადგილზე. რეტრომარჩის დროს აუცილებლად უნდა დავუთმოთ ორივე მხარის dobbiamo dare precedenza sia a destra sia a sinistra. Disco orarios დროს, როდესაც ჩვენ ვაპარკინგებთ და ვდებთ იმ დროის მისვლის დროს და მაგალითად 30 წუთი არის დისკო ორარიოთი გაჩერების უფლება და ამ 30 წუთში ჩვენ ვერ მოვათავეთ ჩვენი საქმე, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ადგილზე და შევცვალოთ ორარიო. შევცვალოთ არა მხოლოდ ფურცლით ან არა მხოლოდ დისკო ორარიოთი, არამედ მანქანა უნდა დავქოქოთ, გამოვიდეთ იმ პარკირებული ადგილიდან და სხვაგან თუ ვერ ნახეთ ადგილი და იგივე ადგილზე მოგვიწია ნახვა, ისე იქ უნდა დავუბრუნდეთ. ანუ იმ წუთში რომ ჩვენ შემოვიდეთ და გამოვიდეთ და შევიდეთ იგივე პარკირების ადგილზე, არ შეიძლება. აუცილებლად უნდა დავტოვოთ ის ადგილი და ხელახლა დავუბრუნდეთ და თუ იქნება თავისუფალი იგივე ადგილი გავჩერდებით, თუ არ და სადაც იქნება სხვაგან იქ გავჩერდებით. ვინაიდან შესაძლებელია, როდესაც ვიჯილე მოვა და ჩვენ არ ვიცით ჩვენი მანქანა უკვე შემოწმებული არის, დაფიქსირებული არის თუ არა, შეიძლება მოტორზე მოგვიდონ ხელი და შეამოწმონ ასე ჩვენ გასულები ვიყავით თუ არა. ადგილი გქონდა თუ არა დატოვილი. Diviedo di fermata e di sosta. ამ ადგილზე იგრძალება როგორც სოსტა, ასევე ფერმატა. ნელე კუბებში აკრძალულია როგორც სოსტა, ასევე ფერმატა და ნეიდოსოზე, სალიტაზე აკრძალულია როგორც ფერმატა, ასევე სოსტა. A meno di 5 metri di un incrocio. 5 მეტრში აკრძალული არის sosta da fermata fuori città vicino incroci აკრძალულია il marciapiedi se non sia a posto strisce თუ არ არის სპეციალური სტრიშები აკრძალულია როგორც sosta ასევე fermata nelle gallerie
sotto gli archi, su attraversamento ciclabile, sulle strisce pedonali, sulle piste ciclabili e vicino ai passaggi liberi. აკრძალულია როგორც fermata, ასევე sosta. Divieto di sosta. აკრძალულია, სადაც არის საგზაო ნიშანი თვითონ პანელი, მაგრამ აქ fermata დაშვებულია. დაშვებულია fermata, მაგრამ sosta აკრძალულია ავტობუსების გაჩერებაზე, fermata di autobus და აქ თუ ჩვენ sosta გავაკეთეთ, 2 პუნქტი ჩამოგვეჭრება პატენტიდან. Nelle corsie riservata ai veicoli, alcuni veicoli pubblici. აკრძალულია როგორც sosta, ასევე fermata და ასევე circolazione. განკუთვნილი არის მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. Dove parcheggiano i taxi? სადაც ტაქსების პარკირების ადგილია ჩვენთვის აკრძალულია. Nelle aree riservate ali disabili. მაქვე ჩამოგვეჭრება ჩვენ 2 პუნქტი, თუ კი ჩვენ დიზაბილების ადგილზე დავაკავეთ ეს ადგილი და თუ იქ დავაპარკინგეთ. Davanti a un passo carabile აკრძალულია sosta. Nell'area pedonale sulle isole di traffico აკრძალულია sosta. ZTL nelle zone di traffico limitato აკრძალულია და თუ არა გვაქვს ჩვენ ავტორიზაცია იმ შემთხვევაში. A meno di 15 metri di fermata dell'autobus dove c'è il mercato si caricano o scarichi merci, კარიკოს მანქანის ადგილზე აკრძალულია. Davanti ai cassonetti აკრძალულია sosta e nei parcheggi quando qualcuno già parcheggiato. თუ კი სხვა მოკვე დააპარკინგა და ჩვენი გავუჩერეთ. მანქანა აკრძალულია. Sulla pista ciclabile აკრძალული არის და ასევე აკრძალულია dietro ai veicoli che sostanno regolarmente. ვინც გააჩერა უკვე რეგულარულად და ჩვენი მანქანა გავუჩერეთ. როგორ უნდა დავარეგულიროთ ახლა სარკეები? როდესაც ჩვენ პირველ რიგში ვიწყებთ მანქანის სკამის დარეგულირებას ჩვენს ზომაზე, ასე ვთქვათ, როდესაც მოვირგებთ, შემდეგ უკვე ვარეგულირებთ სარკეებს. სარკეები, მარცხენა და მარჯვენა სარკე, ლატერალები უნდა დარეგულირდეს ისე, რომ ხედავდეთ ჩვენი მანქანის მესამედ უკანა მხარეს, ხოლო შუა სარკე, რეტროვიზორი, ცენტრალე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უკან უყურებთ ლუნეტოში და ხედავდეთ უკან გზას და არა შიგმჯდომ, მანქანაში მსხდომ ბავშვებს ვაკონტროლებდეთ ან კიდე სხვა მგზავრებს. სარკეებს ვიყენებთ გასაკონტროლებლად, ხომ არ გვიახლოვდება მანქანა, როდესაც ჩვენ მაგალითად circolazione უნდა დავიწყოთ, მოძრაობა უნდა დავიწყოთ, ან თუნდაც სორპასოს უნდა დავიწყოთ. ასევე უნდა გავაკონტროლოთ, როდესაც მანქანიდან უნდა გადმოვიდეთ, ბავშვები ხომ არ გვიახლოვდებიან და ასე შემდეგ. გავაჩერეთ მანქანა, ამოვწევთ ფრენო სტაციონამენტს, ანუ ხელის მოხუჭს. შემდეგ აუცილებლად ვიყურებით უკან მხარეს. არ უნდა გადმოვიდეთ ისე, რომ კონტროლი არ გავუწიოთ გზას და ასევე ბავშვები უნდა ჩამოვიყვანოთ, სოტო კონტროლა უნდა იყოს ჩვენგან. ანუ ადულტო უნდა აკონტროლებდეს, მოზარდი უნდა იყოს იქ აუცილებლად,
ვინც აკომპანიას გაუწევს ბავშვებს ამ ბავშვების ჩამოსვლაში. აკრძალული არის divieto di sosta, ma non fermata, აი აქ giallo nero სტრიშებთან. აკრძალული არის sosta a meno di 5 metri da una area di servizio quando è lavorato, quando funziona, როდესაც მუშაობენ. აკრძალული არის sosta secondo fila, sulla banchine, sulla strada con diritto di precedenza აკრძალულია და ასევე აკრძალულია sui bordi della strade, აი აქ თუ სტრიშებს რიგას, კონტინუა რიგას თუ კი ფარავენ. ეს გახლავთ სულ ჩვენი ახალი გაკვეთილი, არის ძალიან ადვილი. აქტიურად ეს ყველაფერი ჩვენ მასწავლე გვაქვს სტრადაში და ეხლა უბრალოდ მოგვიწევს ამისი გამეორება. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.